Ძინა ივანიშვილის განსხვავებით, რომელმაც გიორგი ქადაგიძე გააკრიტიკა, პრემიერ-მინისტრი აცხადებს, რომ მთავრობა ეროვნულ ბანკთან მჭიდროდ თანამშრომლობს. ირაკლი ღარიბაშვილი ამბობს, რომ ლარის კურსთან დაკავშირებით ვითარება ხელოვნურად არის შექმნილი. მიმაჩნია, რომ მართლაც ხელოვნურად იყო შექმნილი ის, ასე ვთქვათ, ისტერიკა, განსაკუთრებით ეს მედია საშუალებებს გეხებათ. ჩვენ გვჭირდება სიტუაციის ასე ვთქვათ, დამშვიდება, გვჭირდება ნორმალიზება, სტაბილიზაცია გვჭირდება. მე მინდა გითხრათ, რომ ჩვენ გავაკეთებთ ყველაფერს, რომ ძალიან მალე გამოსწორდეს სიტუაცია. ხალხს მე მინდა ვისაუბრო შემთხვევით და დღეს მოვისმინე საქართველოს ბანკის ინიციატივა. მე ვფიქრობ ძალიან კარგი ინიციატივა მოსახლეობისთვის, მოქალაქეებს, რომელთაც აქვთ სესხი დოლარში. ვფიქრობ, რომ თუ სხვა ბანკებიც მიბაძავენ საქართველოს ბანკს და ანალოგიურად შეუმსუბუქებენ, ასე ვთქვათ, იმ მომხმარებლებს, რომელთაც აქვთ სესხი დოლარში, ეს ძალიან კარგი ინიციატივა იქნება და ჩვენ მათ მხარს დავუჭერთ მაქსიმალურად.